შალო პაპუაშვილის განცხადებით მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, მთავარი კითხვა, რომელ ევროკავშირში თავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით, რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით. ამის შესახებ წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ევროპის დიდი ქვეყნები ევროკავშირის მიტაცებას გეგმავენ, რაც ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის ევროპის პოლიტიკურ თანასწორობას, წონასწორობას და ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი დაფუძნებულია. წერილში ასევე ვკითხულობთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებას უკვე შეუერთდა 12 ქვეყანა, თუ კი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი გარანტირებულად თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა. თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდ სახელმწიფოებს თუ მყარი უმრავლესობის ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ამიტომ სულ უფრო აქტიური გახდა კითხვა, რა აზრი აქვს წევრობას თუ წევრობის უმთავრეს სარგებლოს და ბერკეტებს თავიდანვე გვართმევენ. ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება. პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნულ განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკურ სპექტრში. ხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკვე ნარატივების დონეზე ამზადებს ოფიციალურად საბოლოო უარის თქმას პერსპექტივაშიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თორემ გვახსოვს ჩვენ ყობახიძემ რომ აწყოში უკვე უარი თქვა ამაზე, მაგრამ აი მომავალში არ გამორიცხეს, თუმცა ახლა მომავალზეც უკვე უნდა თქვან უარი, ეს არის მთავარი ინსტრუქცია, რომელიც კრემლისგან ივანიშვილის რეჟიმმა მიიღო თავის დროზე, ძალიან ნათელი არის მათ ფარისეულობა, რომ თურმე ეხა როცა მოგზადება საჭირო განსხვავებების მაშინ მიხვდნენ რა არის ევროკავშირი და მანამდე ამ წელს მანძილზე როცა თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან და ფაქტობრივად მუშაობდნენ დასავლურ მათ შორის ფონდებში და სხვადასხვა ინსტიტუტებში, მაშინ არ იცოდნენ რა იყო ევროკავშირი. საკუთარი პირით აქვს პარლამენტის თავმჯდომარის კამიდან ამ ადამიანს გაცხადებული, რომ მე მთელს ქვეყანაზე პასუხისმგებლობას ვერავერ, მარტო პარლამენტში ვარ პასუხისმგებელი. მე ვნახეთ პარლამენტში რაც მოხდა. ვერც მაგაზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა ამ ადამიანმა და სასაცილო არის უბრალოდ პაპუაშვილი ევროკავშირზე და ევროპულ მომავალზე რაღაცას ვლაპარაკობს. ჯერ ყველა მიცის, რომ მისი დაწერილი სიტყვები მისი აზრი საერთოდ არ არის, არავინ არ ეკითხება პაპუაშვილს. იმდენი გამბედაობაც არა აქვთ, რომ გამოვიდნენ და თქვან საბოლოო ჯამში რა უნდა საითკენ მიდიან. ევროკავშირში რო არ უნდათ გასაგებია, მაგრამ სად მიდიან, როგორც წარმოუდგენიათ ოკუპირებული ქვეყანა, მარტო იზოლირებული დარჩენილი პირისპირ ერთ-ერთზე რუსეთთან, როგორც შეიძლება უბრალოდ ქვეყანამ იარსებოს. ფაქტია, რომ ევროკავშირი ალბათ არც გეგმავდა და ყოველ შემთხვევაში ახლა ყველანაირად უსამართლო პირობებით გეგმავს ახალი წევრების მიღებას. ალბათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ხსნის იმას, თუმ რატომ მოსდეს საქართველოს შარი და რატო გაუჩერეს მოლაპარაკებების პროცესი, ეს ერთით მეტი დამატებითი мотиваცია არის ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ საქართველო ყავდეთ ესეთ მოცემულობაში, რადგან ისინი როგორც ჩანს არც გეგმავენ მათი თანასწორი წევრების მიღებას და როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით და არა მხოლოდ 12 ქვეყანა შეუერთდა ამ ინიციატივას, ისინი აპირებენ მონური პრინციპით მიიღონ დამატებითი ქვეყნები, გულისხმობთ იმას, რომ მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები. რა თქმა უნდა, როდესაც შენ გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება. და დავუსვათ კითხვა, რომ ასეთი ევროკავშირი შეიქმნა და ასეთ საფუძვლებზე და ასეთ პრინციპებზე არის ეს ორგანიზაცია შექმნილი თუ პირიქით თანასწორუფლებიანობაზე, იმიტომ რომ პატარა ქვეყნებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დიდ ქვეყნებს დიდი ეკონომიკის, დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნებთან თანაბარ უფლებიანად შეიძლებოდათ საუბარი. წესით ამ ყველაფრისთვის უნდა იყოს შექმნილი ევროკავშირი, რომელიც ისევ და ისევ ყოველ ფეხის ნაბიჯზე სცილდება საკუთარ სადაფუძნებლო პრინციპებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკულის პირას.